სურს გესაუბროთ გამიწიერებულ ქრისტიანობაზე და იმ ფუნდამენტალურ ფაქტორზე, რომელიც წმენის გამიწიერებას იწვევს. ამისთვის ვაპირებ ვისარგებლო ორი უდიდესი ღვთისმეტყველის, წმინდა მაქსიმე აღსარებლისა და ნეტარი ავგუსტინეს ტერმინოლოგიით, ანუ ნააზრევით. მაქსიმე აღსარებლის მიხედვით, ღმერთმა ადამიანის შექმნისას მასში მისი შემოქმედისადმი თანდაყოლილი მისწრაფება ჩადო, რომელსაც ის ბუნებით ნებას ფიზიკონ თელიმა უწოდებს. ნეტარი ავგუსტინეს ტერმინოლოგიას თუ გამოვიყენებთ, შეგვიძლია ვთქვათ, რომ ცოდვით დაცემამდე ეს ნება ადამიანში ვლინდებოდა როგორც ღმერთის კარიტატული, ანუ უანგარო სიყვარული. კარიტას ღვთის სიყვარულის უმაღლესი, უფრო სწორად, ერთადერთი მართებული ფორმაა, რომელიც ყველაფერს ამ სიყვარულს უქვემდებარებს. ის ნეტარებას მხოლოდ ღვთის სახურებაში ეძიებს, ყველაფერი დანარჩენი, ანუ ოჯახი, მოყვასი, სამშობლო და ასე შემდეგ, კი უყვარს როგორც საშუალება, რომლის სახურებითაც ღმერთს უნდა მიუახლოვდეს და მას სათნო ეყოს. ადამიანის ცოდვის დაცემის შემდეგ კარიტატული სიყვარული კუპიდიტურ, ანუ ეგოისტურ სიყვარულად გადაგვარდა, რომელიც დაცემული ადამიანური ბუნების უმთავრესი გამოხატულებაა და ჩვენში არსებითად ორი ფორმით ვლინდება. ესენია მიწიერ სიამეთადმი ლტოლვა და საკუთარი თავით ამპარტანული თქმობა. კუპიდიტური სიყვარული ყველაფერს თავდაყირა აყენებს. ის ღმერთში კი აღარ ეძიებს ნეტარებად, არამედ ამ სოფელში და ღმერთს საკუთარი ეგოისტური მიზნების აღსრულების იარაღად აღიქვამს. სწორედ ეს არის რელიგიური დეგრადაციის, ანუ გაწარმართების უმთავრესი ფაქტორი. წარმართობა ხომ სწორედ მიწიერი სიამოვნებების და ქმნილების უპირველეს ყოვლისა ადამიანის გაღმერთების რელიგიაა. თუ კარიტატული სიყვარული ყველა სხვა სათნოების საფუძველი და უმაღლესი გამოვლინებაა, კუპიდიტური სიყვარული ნებების დედაა. ეკლესიური ცხოვრების მიზანი კუპიდიტური სიყვარულის ორი გამოვლინების წინააღმდეგ ბრძოლაა, თუმცა ხშირად ქრისტიანები პირიქით რელიგიურ ცხოვრებასა და ეკლესიურ ყოფას უქვემდებარებენ ამ ნებებს. მიწიერ სიამეთადმი დაუმორჩილებელ ლტოლვას ამ სოფლიური მიჯაჭვლობა, ანუ ქრისტიანობის გამიწიერება მოაქვს. საკუთარი თავით ამპარტანულ თქმობას კი ხიბლი და ფუნდამენტალიზმი. გამიწიერებული ქრისტიანობის მიმდევარი ადამიანების შემდეგი ნიშნებით ხასიათდებიან. მათში იკარგება ცოცხალი რწმენა და ისინი ქრისტიანულ სიწმინდეებს მხოლოდ კულტურული მემკვიდრეობის ძეგლებად აღიქვამენ. ისინი ქრისტიანობის ძალას ხედავენ არა პიროვნულ რწმენაში და ადამიანის შინაგან ტრანსფორმაციაში, არამედ საეკლესიო სტრუქტურებში, ტრადიციულ ქრისტიანულ კულტურას და ადათ-წესებში. მართალია ქრისტიანული რწმენის გავლენას აღიარებენ წარსულში, აუცილებლად არ მიიჩნევენ, რომ ეს მომავალშიც ასე უნდა დარჩეს. რადგან ქრისტიანობაში არ ხედავენ სოფხედელობრივი და ზნეობრივი ორიენტირების აუცილებელ ფასეულობით დასახდეს. ქრისტიანობის გამიწიერებას თან სდევს ლიბერალური თეოლოგიის პრინციპების გაბატონება, რომლის სიმპტომებია ზებუნებრივი რეალობების, ანუ სასწაულების, ღმერთთან ცოცხალი კავშირის, წმინდა წერილის და დოგმების ღვთაებრივი ავტორიტეტების და ასე შემდეგ უარყოფა. გამიწიერებული რელიგიური ცნობიერება ეკლესიის ისტორიაში უმეტესწილად რელიგიურ რიტუალებსა და ფრაზეოლოგიას, უკან ამოფარებულ პოლიტიკურ მოტივებსა და ინტრიგებს ხედავს. წმინდა წერილის ღვთაებრივი ავტორიტეტის უარყოფას, მის უბრალოდ ლიტერატურულ ტექსტად მიიჩნევას თან სდევს სოლხედელობრივი და მორალური რელატივიზმი. ამ შემთხვევაში ცოდვა აღარ აღიქვება ღვთისწინაშე ჩადენილ დანაშაულად და ის მხოლოდ ეთიკურ ან იურიდიულ ასპექტში განიხილება. ასეთ ადამიანებში ქრისტიანობა თვით გამოხატვის ერთ-ერთ ტრადიციულ ფორმად აღიქმება და არა ღმერთთან კავშირის დამყარების ჭეშმარიტ გზა. ქრისტიანობის გამიწიერებას როგორც წესი თან სდევს მისი პოლიტიზირება, რაც გამოხატულებას პოულობს ეკლესიის ქვეშევრდომულ დამოკიდებულებაში სახელმწიფოს მიმართ, ან პირიქით კლერიკალიზმში. კლერიკალიზმი ვლინდება კლერიკალურ პრეტენზიებში, რაც გულისხმობს ქვეყნის მმართველობაში უხეშ ჩარევას. ქვეშევრდომული სული კი მაშინ ისადგურებს ეკლესიაში, როდესაც იერარქია პოლიტიკურ ელიტასთან სიახლოვეს დამეგობრებას ცდილობს, რათა მათგან სოციალური პრივილეგიები და მატერიალური ბენეფიციები მიიღოს. ამის საპასუხოდ კი იერარქია მოქმედი ხელისუფლების უპირობო მხარდაჭერი ხდება და ამის გამოხატვას იწყებს როგორც ამბიონიდან, ასევე ოფიციალურ დოკუმენტებში. გამიწიერების საფრთხე პერმანენტულია, ის ყველგან და ყოველთვის იარსებებს, რადგან დაცემული ადამიანური ბუნების გამოხატულებაა. მისი თავიდან ასაცილებლად აუცილებელია ეკლესია ადამიანებისთვის სწორედ იმ ადგილად იქცეს, რაც ის ჭეშმარიტად არის, სულიერი ძიების, ღმერთთან პიროვნული კავშირის, შინაგანი სულიერი ტრანსფორმაციის ადგილი.